იემენში კონფლიქტი მძაფრდება და ამჯერად დაძაბულობის კერა როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზღვაზეა. ჰოდეიდას მახლობლად სულ მცირე 16 იემენის მთავრობის ჯარისკაცი დაიღუპა ჰუთებთან ყველაზე სისხლიან შეტაკებაში 2022 წლის ზავის შემდეგ. იემენის ინფორმაციის მინისტრის თქმით კი 50-ზე მეტი ჰუთი მებრძოლიც დაიღუპა. იემენის პრეზიდენტი აღშფოთებულია მას შემდეგ, რაც ირანმა პირდაპირი რეისი განახორციელა ჰუთების კონტროლირებად სანაში, რათა მაღალი რანგის ჰუთი ოფიციალური პირები ალი ხამენეის დაკრძალვაზე წაეყვანა. პრეზიდენტი ამას იემენის სუვერენიტეტის დარღვევა დაფასებს. და მას შემდეგ, რაც ჰუთებთან დაკავშირებული ოფიციალური პირები აფრთხილებენ, რომ ბადალმანდების სრუტე შეიძლება დაიხუროს საუდის არაბეთის გემებისთვის, ეს უკვე აღარ არის უბრალოდ კიდევ ერთი ფრონტის ხაზი. ეს რეგიონული ზეწოლის წერტილია. საკითხის დეტალურად განსახილველად ეხლა ჩვენთან ერთადაა თომას ჟიუნო, ოტავას უნივერსიტეტის საჯარო და საერთაშორისო საქმეთა უმაღლესი სკოლის პროფესორი. ის ასევე იყო Chatham House-ის ასოცირებული მკვლევარი. Jonathan Thomas, ძალიან გვიხარია რომ ფრეშ ჩვენთან ერთად ხართ IOC4 News English-ზე. გმადლობთ. მადლობ მოთხოვისთვის. აქ იემენში ჩვენ ხედავთ ყველაზე სისხლიან დაპირისპირებებს 2022 წლის შემდეგ. მოსალოდნელია თუ არა რომ იემენის სამთავრობო ძალები სამხედრო პასუხს გააძლიერებენ. რას უნდა ველოდოთ მომდევნო დღეებში? მომდევნო დღეები ძალიან დაძაბული იქნება, რადგან იცით, უკვე 4 წელზე მეტია იემენში ომი არ დასრულებულა. ის არ დასრულებულა, მაგრამ ბევრად დაბალ დონეზე მიმდინარეობს. ფრონტის ხაზები სტაბილურია. ორ მხარეს შორის ხანდახან მცირე შეტაკებები იყო, მაგრამ ისინი სისტემატურად უმნიშვნელო და შეზღუდული იყო. როგორც თქვენ ახლა ხან თქვით, ეს ყველაზე მასშტაბური ძალადობის ეპიზოდია ბოლო 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ქვეყანაში დაძაბულობა მაღალია. ამიტომ ფიქრობ, უფრო სავარაუდოა, რომ ეს კვლავ შეზღუდული დარჩება. არ ვფიქრობ, რომ იემენში სრულმასშტაბიან ომს დაუბრუნდებით, მაგრამ დაძაბულობა მაღალია. და შესაძლებელია, რომ ის საპასუხო ქმედებები, რასაც ახლა ვხედავთ და რაც ცოტათი გამწვავდა, კიდევ გაგრძელდეს. სულ ცოტა ხნით მაინც. ბოლო დროს ხედავთ, რომ საუდის არაბეთის მხარდაჭერილი ტომობრივი ძალები უფრო გაერთიანდნენ. რეალური საფრთხეა მათგან ჰუთების დომინაციისთვის სანაში, თუ ჯერ კიდევ არა. ჯერ არა. და სინამდვილეში ამისგან საკმაოდ შორს ვართ. და ვფიქრობ, სწორად აღნიშნეთ ეს ასე, რადგან ჰუთები უკვე 10 წელზე მეტია, რაც იემენში დომინანტურ პოლიტიკურ და სამხედრო ძალას წარმოადგენენ. ისინი ძვიერები არიან, მათ ირანი უჭერს მხარს. მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ირანის მხარდაჭერის გარდა მათი შედარებითი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მათი მოწინააღმდეგეების სისუსტე. საერთაშორისო დონეზე აღიარებული მთავრობა, რომელიც გვავაც, როგორც იცით, აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, აქვს ადგილი გაეროში და ასე შემდეგ, დანაწევრებულია. ის სუსტი იყო როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით და ეს ყოველთვის ჰუთების სასარგებლოდ მუშაობდა. საუდის არაბეთი ბოლო რამდენიმე თვეში ცდილობს გააერთიანოს და გაამყაროს ანტიჰუთური ძალები, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სერიოზულად დაუპირისპირდეს ჰუთებს. ამასობაში ჩვენ კვლავ ხედავთ, როგორც ცდილობს ირანი აჩვენოს თავისი დომინანტობა იემენში. კვლავ დაფრინავს სანაში და სანადან ჰუთების დელეგაციას ახავს ალი ხამენეის დაკრძალვაზე თეირანში. არის თუ არა აქ რაიმე გზავნილი? რას უნდა გვიფიქროთ ამ პირდაპირ ფრენებზე აქეთ-იქით? ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია და გარკვეულწილად ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის შეტაკებები, რასაც ბოლო რამდენიმე საათში ჰოდეიდას სანაპიროზე ვხედავდით. უკვე დაახლოებით 10 წელია, რაც ირანს, თეირანსა და სანაას შორის, რომელიც ჰუსიტების კონტროლირებად იემენის დედაქალაქია, პირდაპირი ფრენები არ ყოფილა. საუდის ბლოკადამ შეძლო ამის თავიდან აცილება. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად გათამამდა ირანი ომის შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ ირანმა წარმატებას მიაღწია სპარსეთის ყურეში ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაში. ერთი სცენარი, რომელიც ახლა შეშფოთებას იწვევს, არის ის, რომ ირანი შესაძლოა გამოიყენოს მოტივად ჰუსიტი ოფიციალური პირების თეირანში მითრევა ალი ხამენეის დაკრძალვაზე. ფაქტობრივად აიძულოს პირდაპირი ავიარეისების აღდგენა თეირანს და სანას შორის, რაც საუდის არაბეთის აშშ-ს და ისრაელისთვის სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს. რადგან ეს ირანს მიცემს პირდაპირ გზას, რომ ჰუსიტებს გაუწიოს მხარდაჭერა, კომუნიკაცია, აღჭურვილობა, გაცვლები, გაზვერვის გაზიარება და სხვა. ამ შემთხვევაში ყველაზე შემაშფოთებელი სწორედ ეს პრეცედენტია. არის რამე რისი გაკეთებაც იემენის მთავრობას შეუძლია ამ ფრენების შესაჩერებლად? იემენის მთავრობას არა, მას ნამდვილად არ აქვს საკმარისი სამხედრო ძალა, რომ ამ ფრენების შეჩერება შეძლოს. აქ მთავარი მოქმედი პირი საუდის არაბეთია. როდესაც ეს ფრენა რამდენიმე თვის წინ მოხდა, გავრცელდა ცნობები, რომ საუდის არაბეთმა სცადა მისი გადაჭერა. ჰუსიტების საჰაერო თავდაცვამ კი საუდის თვითმფრინავებს ცეცხლი გაუხსნა და სწორედ ამან გამოიწვია, ან ხელი შეუწყო მიმდინარე დაძაბულობის ზრდას. მაგრამ სინამდვილეში ერთადერთი მოქმედი პირი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ პროცესზე, თავდაცვითი თვალსაზრისით, საუდის არაბეთია. ბევრად უფრო მეტად, ვიდრე იემენის მთავრობა, რომელსაც უბრალოდ არ აქვს ამ შესაძლებლობას.
ესე რომ მომავალში, როდესაც ვაკვირდებით ირანს, რომელიც ცდილობს ხელახლა განიმტკიცოს და აჩვენოს, რამდენად მტკიცე პოზიციები აქვს მას ჯერ კიდევ იემენში, რამდენად მნიშვნელოვანია იემენი ირანისთვის, თუ გავითვალისწინებთ ძავს, რომელსაც ხედავთ ირანის სხვა პროქსისთან, ჰეზბოლასთან ლიბანში და ასევე აშშ-სა და irans შორის ამჟამად არსებულ მყიფე ზავს. შეიძლება ეს იყოს ის ადგილი, სადაც ვიხილავთ, რომ ირანი მეტ ყურადღებას აქცევს. რა თქმა უნდა, იცით, ბოლო 2 წელიწად ნახევარში 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ წინააღმდეგობის ღერძის დოქტრინა მართლაც მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჰეზბოლა და ჰამასი აშკარად არ დამარცხებულან, მაგრამ ისრაელმა ისინი დაასუსტა. წინააღმდეგობის ღერძში ჰუსიტები ერთადერთი გამონაკლისია. ისინი არიან ერთადერთი წევრი წინააღმდეგობის ღერძში, რომელიც დღეს უფრო ძლიერია, ან ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წლის წინანდელთან შედარებით ნამდვილად არ არის დასუსტებული. ესე რომ იმ კონტექსტში, სადაც ირანმა ახლა გაიგო, რომ ომის შედეგად მისი მთავარი შეკავების ინსტრუმენტი, მისი მთავარი გავლენის ბერკეტი აღარ არის ჰამასი ან ჰეზბოლა, ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე ნამდვილად აღარ, როგორც ადრე ეგონათ. ეს არის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, მისი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები სპარსეთის ხურის ქვეყნებზე, მაგრამ ასევე ჰუსიტებიც. და ეხლა ის სცენარი, რომელიც უნდა ვივარაუდო, რომ ირანი და ჰუთები განიხილავენ სულ მცირე სარეზერვო გეგმების თვალსაზრისით, არის ეს შესაძლებლობა. მომავალში როდის არ ვიცი, მაგრამ მომავალში ირანი და ჰუთები ერთად დაემუქრებიან როგორც ჰორმუზის სრუტის ირანის მიერ, ასევე ბაბ ალ-მანდაბის ჰუთების მიერ ჩაკეტვას. და ორმაგი დარტყმის ეფექტი, რაც ამას ექნება გლობალურ ეკონომიკაზე, როგორც ზეწოლის ბერკეტის, საუდის არაბეთის, აშშ-ს, ისრაელის ან სხვების მიმართ მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ აქ მიმდინარე მოვლენების უფრო ფართო სურათი უფრო მნიშვნელოვანია და გარკვეულწილად საკმაოდ შემაშფოთებელიცაა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა მიაქციოს მეტი ყურადღება როგორც ჩანს. თომას ჯიუნო, სასიამოვნოა, რომ დღეს i24 News-ის ინგლისურ არხზე ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა, რომ გაგვიზიარეთ ეს შეხედულება. მადლობთ.